ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ბრუნდება და ამჯერად მარტო არა. გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ფინეთი ლიდერებით ოვალურ კაბინეტში ევროპის სახელით იქნებიან წარმოდგენილი. მათთან ერთად კი ნატოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელები. ამ უპრეცედენტო შეხვედრაზე კონტინენტს სერიოზული ამოცანა აქვს. გავლენა იქონიოს ამერიკის პრეზიდენტის მომდევნო ნაბიჯებზე. უზრუნველყოს უკრაინისთვის ომის სამართლიანი დასასრული და არ დაუშვას ევროპული უსაფრთხოებისთვის სარისკო გარიგებები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. სტუმრებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განსაკუთრებულად ელოდება. მით უმეტეს რომ მათ შორის თითოეულთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. თეთრ სახლში დიდი დღეა. ამდენი ევროპელი ლიდერი ერთდროულად არასოდეს მიმიღია. დიდი პატივია მომასპინძლო მათ. ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ თებერვალში ოვალურ კაბინეტში გამართული უხერხული სცენა აღარ განმეორებულიყო. მას შემდეგ კიევმა ტრამპის ენაზე საუბარი კარგად ისწავლა. დღეს კი სასაუბრო იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ალასკაში რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგის იმაში დარწმუნება მოახერხა, რომ ამოცანა არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების დასრულებაა. სწორება ახლა სწორედ ყველაზე რთულზეა. იმ გრძნობიარე ტერიტორიული საკითხების გადაჭრაზე, რისი კომპლექსურობაც არის კიდეც 10 წლეულიანი კონფლიქტის გადაუჭრელობის მთავარი მიზეზი. ომის 24 საათში დასრულების დაპირებით თეთრ სახლში მოსულ დონალდ ტრამპს სულა მაინც რთული გზით მოუწია. ეს იმიტომ, რომ მოცემულობების სხვა საშუალებებს არ იძლევა. ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა მაგიდიდან არავის აუღია, მაგრამ პრეზიდენტი თვლის, რომ საუკეთესო გზა კონფლიქტის დასასრულებლად სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმებაა. ეს ომი მხოლოდ უარესდება და ის უნდა შეჩერდეს. ესაა პრიორიტეტი. უკრაინისთვის უნდა არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები. ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა. თუ როგორი სტრუქტურა ექნება ამ უსაფრთხოების გარანტიებს, რა როლი გვექნება მასში, ჩვენ ამაზე მუშაობა გრძელდება. ეს იქნება სწორედ გარიგების საკვანძო ელემენტი. იმისათვის რომ სამომავლოდ მშვიდობამ დაისადგუროს რუსულმა მხარემ უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც აქვს უფლება დაიცვას თავი და შევიდეს ალიანსებში სხვა ქვეყნებთან. ჩანს, რომ უკრაინის ნატოში წევრობა დღის წესრიგიდან მოხსნილია. სამაგიეროდ დღის წესრიგში გაჩნდა ახალი უსაფრთხოებითი გარანტია, რომელზეც დიდი ხნის წინ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი საუბრობდა. ეს კი კიევისთვის ნატოს უსაფრთხოებით ქოლგის ქვეშ ყოფნას გულისხმობს. მისი ფაქტობრივი წევრობის გარეშე, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატოს კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი უკრაინაზეც იმუშავებს. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივენ ვიტკოფის თქმით, ამაზე კრემლის თანხმობამ ბოლოს შეხვედრაზე პირველად გაიჟღერა და როგორც ვარიანტი დამუშავებადია, თუმცა ზოგიერთი მედია საშუალება წერს, რომ აქ ერთ-ერთ გარანტორად რუსეთი ჩინეთის შემოყვანას მოითხოვს. შეერთებული შტატები პოტენციურად მზადაა უკრაინას მეხუთე მუხლით უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, მაგრამ არა ნატოსგან. პირდაპირ შეერთებული შტატებისა და სხვა ევროპული ქვეყნებისგან ეს გარანტია ძალიან დიდი განაცხადია. დონალდ ტრამპსა და მის გუნდს ხშირად ცდებენ ბრალს იმაში, რომ სწრაფ შედეგზე არიან ორიენტირებული და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, შესრულდება თუ არა ხელმოწერილი დოკუმენტების პირობები. 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის გათვალისწინებით ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ რუსეთი დოკუმენტალურ პირობას შეასრულებს. მაშინ უკრაინას ბირთვული იარაღის დათმობა მოსთხოვეს. ამერიკის, ბრიტანეთისა და რუსეთის მიერ მინიჭებული უსაფრთხოებითი გარანტიების სანაცვლოდ. თუმცა, საბოლოოდ ქვეყანა ბირთვული იარაღის გარეშე დარჩა და 2014 წელს რუსული აგრესიაც იწვნია თავზე. ჯერ ყირიმის ანექსიით, შემდეგ კი 2022 წლის სრულმასშტაბიანი აგრესიით უკრაინაზე. ეს და სხვა ეპიზოდები ვაშინგტონში ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მოიყვანა არგუმენტად. მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს, არა ისე როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა დაეტოვებინა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი, რომელიც პუტინმა უბრალოდ ახალი შეტევისთვის გამოიყენა, ან როდესაც უკრაინას 1994 წელს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების გარანტიები მიეცა, მაგრამ ეს ეფექტიანი არ გამოდგა. რა თქმა უნდა, ყირიმი მაშინ არ უნდა დაგვეთმო, როგორც 2022 წელს უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა და ხარკივი. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ახლა ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით იბრძვიან დონეცკისა და სუმის რეგიონებში.
დონეცკი და ლუჰანსკი პუტინს თავისთვის უნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი უკრაინისგან დონბასის სრულად დათმობას ითხოვს და ამასთან მზადაა სხვა რეგიონებში კონფლიქტი გააყინოს. საუბარია ხერსონსა და ზაპოროჟიეზე. დათმობის სახით მოსკოვი მზადაა უარი თქვას ამ რეგიონებზე თავდასხმაზე. ამერიკელებს დარჩათ შტაბ-ჩრდილება, რომ პუტინი მზადაა გარკვეული მოლაპარაკებები აწარმოოს სუმისა და ხარკივის ოლქების მომავალთან დაკავშირებით. ზოგიერთი წყარო კი იუწყება, რომ მოსკოვის საკანონმდებლო დონეზეა მზად აიღოს უკრაინაზე და სხვა ევროპულ ქვეყნებზე თავდაუსხმელობის ვალდებულება. ამ გზით კი მოსკოვი სანქციების მოხსნის მეტ წინაპირობას გააჩენს, რაც ასევე არის კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნა. ევროპისთვის რუსული ხედვები აბსურდულად გამოიყურება. durable, c'est-à-dire respectueuse du droit international. რომ პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობა სურს, მაგრამ არ მგონია რომ პრეზიდენტ პუტინს სურდეს ამის გაკეთება. ვფიქრობ, რაც მათ სურთ უკრაინის კაპიტულაცია. ესაა მათი შეთავაზება. ჩვენ გვექნება დისკუსია, სადაც პრეზიდენტი ტრამპი მოისმენს უკრაინისა და ევროპის ხედვებს. თუ ჩვენ დღეს გამოვავლენთ სისუსტეს რუსეთთან, ხვალ ახალი კონფლიქტისთვის მოგვიწევს მზადება. ეს შეეხება უკრაინას და შეგვეხება ჩვენც. ჩვენ უნდა გქონდეს ძლიერი უსაფრთხოებითი გარანტიები, რათა დავიცვათ უკრაინა და ევროპის სასიცოცხლო ინტერესები. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ვერ იარსებებს შეზღუდვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. იქნება ეს მესამე ქვეყანასთან თანამშრომლობის ჩარჩო თუ მესამე ქვეყნის დახმარება. საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა არ უნდა მოხდეს. სამიტი შესაძლოა იქცეს გზად მშვიდობისკენ. ჩვენ ახლა დიალოგი გვაქვს ემანუელ მაკრონთან, კირ სტარმერთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა და გაუზიარებთ მას ტრამპს. დიდი პროგრესია ის, რომ ამერიკა მზადაა ევროპასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების გაცემისთვის. დიპლომატიური გადაწყვეტა უნდა გულისხმობდეს უკრაინის ინტერესების გათვალისწინებას მისი სახელმწიფოებრიობის, სუვერენობის სასარგებლოდ. ამას უნდა დაუახლოვდეთ. მოსკოვის გრძელ მოთხოვნებს შორისაა უკრაინაში ოფიციალურ ენად რუსულის გამოცხადებაც, რაც აჩვენებს თუ რამდენად მაქსიმალისტურად გამოიყურება კრემლის პრეტენზიები. მას აქვს ჯერ ისევ ბუნდოვანი მოთხოვნა უკრაინაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უსაფრთხოების მინიჭებაზეც. სანაცვლოდ მოსკოვი ბევრს არაფერს თმობს. ის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ზოგიერთი ტერიტორიის დათმობას განიხილავს. სავარაუდოდ ხარკივიდან, სუმიდან თუ დნიპროპეტროვსკიდან გასვლასაც. ანუ იმ ტერიტორიების დატოვებას, რომლის ბოლომდე მიტაცებაც ვერ მოასწრო. უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპს სურს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმერ ზელენსკისთან სამხრივი სამიტი უკვე კვირის ბოლოსთვის 22 აგვისტოს გამართოს, თუმცა ამისათვის ჯერ ამერიკელებისა და ევროპელების სამიტის შედეგები უნდა გახდეს ცნობილი, რომელზეც დიდი ფსონები კეთდება.